ყურადღებით იყავით ორივე მიმართულებაზე, გახსენით და გამოატარეთ მანქანები. ჭიათურის ქვაბულისთვის დამახასიათებელი ქვათაცვენა თავისი სავალალო შედეგებით მოქალაქეებს თავს დროდადრო ახსენებს. ამის თავიდან ასაცილებლად ახლა საჩხერე ჭიათურის დამაკავშირებელ გზაზე მდებარე კლდეებიდან ლოდებს საჩხერის ბესი ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორები ყრიან. სამთო მომზადების სკოლის მეთაური მაიორი ივანე ცხადაძე ახლა მათ ახალ მითითებებს აძლევს. ჯარისკაცებისთვის უმნიშვნელოვანესი ის არის, რომ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ტერიტორია და ქვეყნის შიგნით თუ კი არსებობს ჩვენს მიერ როგორც თავმსვლელების მიერ შესასრულებელი სამუშაოები, რაც მოითხოვს იმ ტექნიკას, რაც ჩვენ ვიცით და რასაც ჩვენ გადავცემთ ჩვენს ჯარისკაცებს, ის თუ დაეხმარება მოსახლეობის უსაფრთხოებას და გზა იქნება უსაფრთხოდ მაქსიმალურად გაწმენდილი, ეს ჩვენთვის დიდი პატივია და ვამაყობთ ამ სამუშაოების შესრულებით. ბიჭებმა რო გაიგეს, რომ ესეთი სამუშაო იყოს შესასრულებელი, ძალიან გაუხარდათ, რადგან ეს არა მარტო ჩვენი საქმე არის და რაიონის საქმე, ეს საყოველთაო საქმე არის. 15-კაციანი ჯგუფი სპეციალური სამთო აღჭურვილობითაა შეიარაღებული. ივანე ცხადაძის თქმით, ანალოგიურ სამუშაოებში საჩხერის სამთო მომზადების სკოლა გასულ წლებშიც აქტიურად მონაწილეობდა. გასულ წლებში იყო ანალოგიური შემთხვევები და ჩვენი სკოლის პირადი შემადგენლობის მიერ იქნა გაწმენდილი კლდის გარკვეული მასივები. ეს სამუშაოები მეტად რთული შესასრულებელია ტექნიკურად, რადგან აქ ჭირდებათ სამთო აღჭურვილობა, ბიჭები ახლა თოკებზე არიან დაკიდებული და სხვადასხვა სპეციალური ხელსაწყოთი მიმდინარეობს კლდის ზედაპირის გასუფთავება ამორტიზებული ქვებისაგან. კლდეებიდან საშიში ლოდების და ქვების ჩამოყრა შეპესე ჭიათურის საგზაოს ინიციატივით 20 ივლისს დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობს. ჩვენ ახლა ისე ვაკეთებთ, რომ ჯერ ქვებს ჩამოვღრით, გზებს დროებით გადავკეტავთ, მერე რო გავხსნით ამ ჩამოცვენილ მასას აქეთ-იქით მივიწევთ და მერე მოვდგებით მშვიდობიან პერიოდში და ავალაგებთ და გავიტანთ, გავწმინდათ გზას, რაც უსაფრთხოს გახდის მოძრაობას. რთული სამუშაოების შესრულებაში სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორებს თამსვლელი გოდერძი სამხარაძე ეხმარება, რომელიც პროცესის მიმდინარეობას მუდმივად თვალს ადევნებს. ძალიან რთული სამუშაოა, მაგრამ საქმე ის არის, იმ რთული სამუშაოდი, როდესაც კაი საქმეს აკეთებ, არაფრად აღარ აგდებ იმ შესრულებულ სამუშაოს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, სამუშაოების სავარაუდოდ კიდევ 10 დღე გაგრძელდება.